გამარჯობა, მოგესალმებათ ქალთა საფეხბურთო კლუბი ბათუმის შტორმი და მისი წარმომადგენლები მთავარი მწვრთნელი ანდრო ჟანიძე, გუნდის ანალიტიკოსი თემო სიორიძე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბი მონაწილეობს ლიგა 2-ში. პირველი წრე დასრულდა. დღევანდელ ვიდეოში გვინდა ვისაუბროთ და შევაჯამოთ პირველი წრე და ზოგადად ვისაუბროთ გუნდის შესახებ. იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაინტერესებთ ჩვენი გუნდის აწმყოც, მომავალიც და ასე შემდეგ. მოგესალმებით, რენდომ კითხვები. გვაქვს შეკითხვები, რასაც მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს გავცემთ და მოდი რომ დავიწყოთ ბატონო ანდრო, გუნდის გამოსვლა, პირველი წრე მიმოვიხილოთ ზოგადად და შემდეგ უკვე ჩავშლით რაღაცა შეკითხვებს. როგორც ხდება გამარჯობათ ჩვენს კომაგებს, ერთში მდგომებს, მაყურებლებს და ასე შემდეგ. ესე იგი, როგორ შევაფასებთ გუნდის გამოსვლას პირველ წრეში? რახან დებიუტანტი გუნდი ვართ. როდესაც ვიყავით უკვე ცოტა თევზი წყალში დაგვეწყო, მაგრამ ერთი წყალობით უფრო წინ წავალთ. როგორც დებიუტანტები და როგორც ხდება ხოლმე, ძალიან ესე ვთქვათ ნეგატიურად დავიწყეთ რამოდენიმე თამაშის წაგებით, მაგრამ მე ჩემიდან დაწყებული სამწვრთნელო შტაბიდან, ხელმძღვანელობიდან, გოგონებიდან აზრი არ აქვს, უკვე აღვიქვით, სად ვიყავით, როგორ ვიყავით. ეს რო არ არის უბრალოდ საბავშვო ჩემპიონატი, ეს რო არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა შორის მეორე ლიგა. ცოტა სხვა რამეები ვირწმუნეთ, სხვა მიმართულებით გავბრაზდით, ასე ვთქვათ, ჩვენივე თავზე რომ რატო ესე არა, რატო ისე არა და შემდეგ რა ვიცი პირველ წრეს თუ შევხედავთ 5 მოგება გვაქვს, 1 ფრეშ, 7 წაგება. მიუხედავად იმისა, რომ უფრო უარეს შედეგს ველოდებოდით და უარეს რამ ხრივ ახლა უფრო მეტი წაგება იყო მომენტი, რომ დადებითი ბალანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ იყბალმაც რაღაც თავის როლი ითამაშა. ერთიანობაში რო ვთქვათ, მე კმაყოფილი ვარ გოგონების უფრო. ჯერ ჩემი თავის ვერ ამარ. აქვე რო ვთქვათ, პროგრესზე რო ვთქვათ, რომ აი რა პროგრესი ჩანს გუნდში, ალბათ უნებრივია ის ფაქტი, რომ როცა ჩემპიონატის თამაში დავიწყეთ, ეს უკვე ფორმატიც შეიცვალა გოგონებისთვის, 11-11-ზე თამაში განსხვავებული სტილია საერთოდ. ამ ყველაფერს თავისი დრო ჭირდება და ალბათ მთლიანი სეზონიც არ იქნება საკმარისი, უბრალოდ აი ის რაც გვაქვს დღემდე მონაცემი, აი ამის მიმოხილვა გვინდა რომ გავაკეთოთ რა და მოდი პროგრესი როგორ ჩანს. მაგ კითხვის ძირითად ნაწილს შენ დაგითმობ, პატივცემულო, უბრალოდ ჩემი მხრიდან ვიტყვი ერთს, რაც წევან მოხსენე, იმას გავიმეორებ, რომ დავიწყეთ ცოტა ესე ვთქვათ აი შიშით არ მინდა ვთქვა, აი რაღაცა მორიდებით გოგოები საქმის კურსში არა, ანუ იცოდნენ ვისთან თამაშობდნენ, რამოდენიმე გოგოს, ანუ ხომაგობდნენ კიდეც იყო ის მომენტები, ხა არის ლიგა 2-ში ისეთ გოგონები, ვისაც უმაღლესი თუ თამაშია, კლუბებიც არის რამოდენიმე ცოტა სხვანაირად დაიწყეს მიდგომა და მე ზუსტად წეგან რაც ვახსენე, ცოტათი გავბრაზდით. ცოტათი მე გავბრაზდი, ცოტათი გოგოები გავბრაზდა, მოუთხოვეთ ერთმანეთს. რაღაცა და აშკარად პროგრესი გუნდს აქვს, ოღონდ პროგრესი ისეთი რამაა, რომ თუ რამე მხერი შეუშალა, ან გაჩერდი, ან ესე ვთქვათ, თამასა დააგდე, ჩერდება და დანარჩენი შენთვის მომიდია. ჩემთვის თავარია, რომ გავბრაზდით და ცოტა, ძალიან ცოტა, მაგრამ ხო, ანუ ეგ გაბრაზება შეიძლება აღიქვას ისე, რომ გათავისება მოხდა გოგონების მხრიდან იმ ადგილის, სადაც იყვნენ და სადაც არიან. და სადაც იმედი მაქვს იქნებიან კიდე აუცილებლად და არა მარტო აქ უფრო წინ და წინ იქნებიან. უბრალოდ თუ მანამდე ეს ყველაფერი იყო რაღაცა საბავშვო ფეხბურთი და რაღაცა აი სხვა ფორმატი ზოგადად, ყველა ჩემპიონია. ხო, ყველა ჩემპიონია რაღაცა. ვაჯილდოვერთ. ეხლა უკვე აქ აღარ არის ეს რაღაცა ბავშვური თემა, აქ არის სერიოზული ჩემპიონატი. თავარი არის ის, რომ მოხდა გათავისება გოგონების მხრიდან იმ სიტუაციის და იმ ჩემპიონატის ზოგადად სადაც იმყოფებიან და ამიტომაც იყო ალბათ რომ ამ ყველაფერთან შეგუება თავიდან როგორც გამოუცდელები რთული იყო. პროგრესი ნამდვილად არის ამ გუნდში და ვინც თამაშებზე დადის ჩვენთან ერთად ჩვენი ახლობლები, მეგობრები არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ხედავს რომ აი პირველი თამაშიდან დასაწყისიდან დღემდე
ორი სხვადასხვა გუნდია ჩვენს თვალწინ და იმედი მაქვს რომ სწორად და სწორი გზით ერთ რაღაცას დაგიმატებ სეზონის წინ მე და ჩვენ დირექტორი ალბათ მე ტელევიზიაში ვიყავით გემახსოვრება შენ ვახსენე რომ მაქსიმალურად ვთვლი ბავშვები არ დაუძახო და ხო და მოხდა რა ანუ ნახე დღეს ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს რატო ანუ მაინც ბავშვებია გინდა არ გინდა და მაინც ბავშვურად მაგრამ აი ზუსტად ჩვენი ვინც ვართ ანუ ასე ვთქვათ თამაშის ვარჯიშის და ეს მართვაში ამ გუნდის ნამდვილად გამოიღო ის შედეგი რომ აი კიდე რომ მაქსიმალურად ვხაჩავთ რომ უფრო სერიოზულები იყვნენ იმიტომ რომ რო ვაკვირდები მაინც პატარა ხო აი გაბრაზების მომენტი რომ მქონდა რამდენჯერ არის შეიკითხია დაგირეკია რომ მაგალითად ნუ ხა ესე სანშინაურად ლაპარაკობ ანდრუშ აზრი არ აქვს ძმა ბავშვურად უყურებს მე ცოტა გავბრაზდი მე შენ რაღაცა მომენტი ქონდა მე გითხარი ძმა გახსოვს შენ რომ ხა აზრი არ იქედან მივხვდეთ აქედან მაგრამ ფაქტია რომ უფრო რაღაცა ჩამოყალიბდნენ ცოტა კიდე გვაკლია ხა მაინც პატარებია მე ვიძახოდი რომ ვიძახი კიდე წდეს რომ ცოტა ისეთ გუნდთან აი უმაღლეს ის ნებისმიერ აი წამყვან გუნდთან პირველ მეორე ადგილებზე როა აი მაგალითად რომ მეთქი ახლა შეხვედრა დავნიშნოთ ჯერ 1 საათი არ გვეყოფა გვინდა ის ჩაუბეჭდოთ რომ რაღაცნაირად ჩვენს გავხდით უკვე ფეხბურთელები და რაღაცნაირად შეიძლება რომ იმათთან ითამა მაინც პატარებია მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ეგ შეკითხვაც გქონდა და გვაქვს რომ აი რთული მატჩები რა რომელი იყო რთული ალბათ რთული მატჩები არის ის როცა ლიდერებს ეთამაშებს რომ ასაკობრივი სხვაობაც დიდია პლუს გამოცდილებაც ძალიან დიდია და ეს მიუხედავად იმისა რომ მამოტივირებელი შეიძლება იყოს ჩვენი გოგონებისთვის ამ 3 მაგა და 4 მაგად უფრო რთულია იმიტომ რომ ასაკს რო თავი დავანებოთ გაცილებით მათზე გამოცდილ გოგონებთან უწევთ ჭიდაობა ასე რომ ვთქვათ კარგი გაგებით რა თქმა უნდა და ალბათ ლიდერებთან თამაშები იყო ძალიან რთული და ისეთი თამაშები სადაც წარმატებას მივაღწიეთ და საბედნიეროდ იყო ასეთი 5 თამაში რომელიც მოვიგეთ პირველ წრეში რომელს გამოარჩევდი ყველაზე წარმატებული რომელი მიგაჩნია შენ როგორ ფიქრობ რომ ჩემი აზრით წარმატებული თამაში თუ წარმატებული გამარჯვება წარმატებული მარცხი წარმატებული მარცხის თქვა და წარმატებული მარცხი დავიწყე ხო ორი ამბავი მაქვს ხო ცუდით დავიწყოთ მე ანუ წარმატებული მარცხს ორივე ლიდერთან წარმატებულს უწოდებ იმიტომ რომ მე არც ერთ გუნდს ეხლა სახელზე ვამბობ არც გვარებს ვამბობ არც უბრალოდ ორივე წამყვანმა გუნდმა თამაშების 80% მოიგო ძალიან დიდი ანგარიშებით ანუ გაორმაგებული და გასამაგებული ანგარიშებით რო იგებდნენ ისევე ჩვენთან ანუ ისევე პატარებთან ორ ციფრზეც ადიოდნენ კი ორ ციფრზე მარტივად ნუ იყო ისეთი მომენტი რომ მოვიდა წვნელი ერთ-ერთი გუნდის ოჩახ ხე გულში ვფიქრობ რა ოჩახ წააგე რაღაცა გაცილებით დიდი ანგარიშებით გაცილებით ანუ მეტი წარმატებით არა გაცილებით დიდი ანგარიშებით გაყობებული და ოჩახ პატარებს ძალიან იბრძოლეს ну კი წავაგეთ ჩვენ 0 ქულა 3 ქულა მაგრამ რაღაცნაირად მე რო დავფიქრდი ძალიან მესიამოვნასავეთ ჯობს გვიან მესიამოვნა მაგრამ უკვე მივხვდი რა მითხრა რომ ჩვენ რო ვიძახით ახლა 1 წლის მუნდი 1 წლის მუნდი ლიგა მიდის 3 თვის მუნდი ხარ ფაგო ანუ ესე გამოდის 3 თვეა ვართ ბრძოლის ველზე და ეს 1 წელს ანუ ვითვლით შექმნის დღიდან რამდენი დირექციის ამბავი წვრთნელის ამბავი ინვენტარი რაღაცები როგორც ასეთი ბრძოლის ველზე 3 თვე ვართ და ორივე ლიდერთან ორივე მარცხი ჩემთვის უხილისეული იყო მიუხედავად იმისა რომ არც იმის თქმა მინდა რომ ვიცოდი რომ წავაგე ანუ ლოგიკური იყო რომ წავაგებდი იმიტომ რომ გამოცდილებით გჯობნი და რა ქვია არსებობით გჯობნი და мотивაციით ჯობს გუნდი იმიტომ რომ ორი გუნდი არის ახლა ჩვენ ლიგაში რომელიც ესე ვთქვათ უკანასკნელი ძალებით იბრძვის გადასვლაზე და ერთი უნდა გადავიდეს და ახლა მაგ გუნდებს ჩვენ ხილისეულად შევერგინეთ კარგი ამბავიო შეიძლება კარგი ამბავს ჩემი აზრით ნუ ცოტა უამინდობის და რაღაცის ამბავი იყო შენ აქ ვახტი მაგ თამაშზე ანუ 1-0 გასვლითი თამაში რომ მოვიგეთ ან პირველი ჩემი აზრით მაგი იყო ზუსტად
ანუ გამარჯვების შეგრძნება რომ მოვიდა. აი ზუსტად მაგი იყო რომ გოგონებმა მნიშვნელოვანია. თან გასulis თამაში იცოდნენ მოიგეს. გუნდმა მოიგო და აი საერთო სხვანაირ ხასიათით, ანუ წინა თამაში პირველ სამი თამაში წაგებული გაქვს რაღაცა და გოგონების სულ სხვა ფეხბურთელებად, სულ სხვა ადამიანებად მოვიდა შემდეგ ვარჯიშს. ანუ ხე ქსაშირეები ვიგიჟეთ ერთად და მეც მხარია უბიდა ვიტინგიც ექვია თუ ვიღლიცინე, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსები იყვნენ. ანუ მაგ თამაშს გამოვარჩევდი იმაში, რომ მაგ თამაშმა ესე ვთქვათ დაგქოქა. ამ ეს ტრანსფორმატორი თუ რაც ქვია, ეს ამუშავა და უკვე სხვა მენტალიტეტზე გადაიყვანა გოგონი. და ყველაზე კარგი თამაში, ჩემი აზრით, რომელიც ჩვენ ვითამაშეთ იყო რომ წავაგეთ ბოლო თამაში. აქვე ახლოს ჩვენს მეგობრებთან მეზობლად, ნუ არ ვიცი, იდეალური თამაში იყო. მე ასეთი თამაში ამ გოგონების არ მინახია. ნუ არ ვიცი, იყავი და იტყვი, ნუ იქ იყო მე არ ვიცახი რომ რაღაც აი იციან ხოლმე წვნელებმა ხომაგებმა თქვა შეჭამეს არა. იბრძოლა ორივე გუნდმა, იბრძოლა ხირსეულად. მე გოგონებსაც ვთხარი დღეს რომ ჩვენ დღეს ფეხბურთის კანონთან დავმარცხდით და არა კონკრეტულ გუნდთან მაგალითად, იმიტომ რომ ყველამ ვიცით დაუწერელი კანონია, როცა შენ ვერ დაგაქ, ეს ბუმერანგებით გიბრუნდება უკან და მოდი შენსკენ ძალიან ბევრი კარგი მომენტი გავაცუდეთ, გრამატიკულად სწორად და 99 წუთი იყო ერთ-ერთზე ფუჭდება მომენტი, ცუდდება მომენტი და 91 წუთზე ვაგებთ თამაშს. ასე რომ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ მაგ თამაშით, რომელიც წავაგეთ. არის, მაშინ მოდი რა ვქნათ, იცი, ბოლო თამაში იყო ეგ, რასაც აღნიშნავ რა და მაშინ ეგ ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის, აი რა თამაშებიც იყო, სად ჩანს უფრო ძლიერი მხარე ჩვენი გუნდის და სუსტი მხარე, ანუ სად გჭირდება უფრო მეტი ყურადღება და რომელი მხარე უფრო განვითარდა, ან რომელმა მხარემ უფრო გამოაჩინა შესაძლებლობები, ანუ სად მოუმატეს გოგონებმა, რომ გავცეთ ამასაც პასუხი. ნახე როგორ აი დაწყებიდან სად მე ჩემი აზრით, მაგალითად, აი შესაძლებელია ფიზიკურობა გამოყო უშუალოდ, იმიტომ რომ დასაწყისში აბსოლუტურად სხვანაირად ეთანხმები. ანუ იმდენი ძალა არ ქონდათ და რაღაც აი წყობაც არ ქონდა. ხო, ნუ ეს ყველაფერი ერთად აი პრაქტიკული თვალსაზრისით რო შეხედო, როგორც აი მწვანის გამოსახედიდან შენ დავალებებს რა დონეზე ასრულებდნენ და უშუალოდ პირველ ორ თამაშში და აი ეს ბოლო თამაშში როგორ იყო, ანუ ეგ რო გამოყო კიდე რომ აი სად რა არის ჯერჯერობით ძლიერი მხარე, ვიცი რომ ბევრი ძლიერი მხარე იქნება ჩვენ გოგონებს, უბრალოდ ამ ეტაპზე რას ხედავ ძლიერ მხარეთ და სუსტ მხარეთ, აი ეგ რო თქვა. ალბათ ხა მე არ ვიცი წნელების რამდენი პროცენტი როგორ აღიქონს და როგორ უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ სტანდარტულად რო ვთქვა სამიზონა თავს იცავ და უთევ. ალბათ ნახევარმცველები რო ვახსენო უფრო ყველაზე დიდ პროგრესს და ყველაზე მეტი პროგრესი აქვს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღა იქ არის ჩავარდნებიც, რაღაცები, ნუ მაგი ახლა ჩვენი ესე ვთქვათ შიდა სამზარეულო, მაგრამ მაქსიმალურად როგორ შეგვიძლია ჩვენი შემოგრებისთვის ჩავშალოთ მაინც თემები, რომ მოკლედ გეტყვი, ძალიან გძლად ვარ ჩავშალა. უკანა ხაზში, რომელი გოგონებიც თამაშობს, ფიზიკურად ძლიერებია. ფიზიკაზე მართლა, ანუ ფიზიკურად ძლიერებია, მაგრამ არის რაღაც აი სისტრაფის მომენტი, უცებ პოზიციის აღქმის მომენტი, ამასაც ერთად ვსწავლოთ, ამასაც ერთად ნუ ნახევარმცველებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველაზე ესე ვთქვათ გაზრდილები შუა ხაზია რა. მეც მგონია, შუა ხაზის მოთამაშე მგონია, ყველაზე უფრო იქ აჩქარება გინდა, დაშლა გინდა, გრძელი გადაცემა გინდა, კარში დარტყმა გინდა. მაქსიმალურად ცდილობენ და 100%-იანი ასე ვთქვათ შკალით რო შევაფასოთ, რო დავიწყეთ 30-ით 70-75-ზე უკვე ვართ. წინა ხაზი გენიალური ყავს და იდეალური უბრალოდ შეთამაშება გვჭირდება და ძალიან მალე ვიზამთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დღესდღეობით მეორე ლიგაში ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი გუნდია, პირადად შემიძლია თქვა, რომ ის ქარიშხალი და ის სისტრაფე და ის ტყვია, რომელიც ჩვენ წინა ხაზს აქვს, ძალიან ბევრი
შესაბამისად შეკითხვა, უпроцент პასუხი შეკითხვაზე რა კომპონენტში გჭირდება გაძლიერება არის ის, რომ უკანა ხაზი მაინც. ხო, უკანა და ხაზი მაინც. შეთამაშებით ამბავიც ალბათ. წამოიდგინეთ შენ კაი იცი, წამოიდგინეთ ახლა როგორი რაღაცა ხდება. ბავშვები რომლებიც ფეხბურთს უყურებდა 3-4 გოგოა, 5 გოგოა, 11-11-ის ფორმატი რომ 2-3ჯერ აქვს თამაში. ბავშვები რომელიც მესის და იამალს და აი ფეხბურთთან ისე მათ არ იყო, ის ყოველთვის უყურებდა მესის და იამალს. და იმას რო უთხარი, იამალი და შვებოდა და საჩვებოდა, აი მარტო იამალის ფინთი და უყურებდნენ ყოველთვის. ეხლა უკვე რო ჩაუშალე რას აკეთებს, უბურთოდ, ბურთით, სად იხსნება, როგორ მაგათვისაც ცოტა არა საკმაოდ ისეთი შემტევი სიახლეა და აი ზუსტად მაგის აღქმის პროგრესში ვარ, მაგრამ კარგი რა არის? დამიდასტურებ შენს და მე ძალიან ბევრს ვაბარაკობ შენს სიტყვით. არის გოგონები პირად მიმოწერაში რომ წერენ რომ დრომას იქ რაღაცა იქ რომ მარჯვნივ რომ შევბრუნდი და ოდნავ ჩამოურჩენილიყავი და ის ზონა შემევსო და ამდენს უკვე რო გეკითხება, გინდა ვარჯიზე, გინდა პირად SMS-ში, გინდა ჩატებში, უკვე ვატყობ რომ ბავშვები ესე ვთქვათ მოქოქილებია და უკვე რა ვიცი ერთი წყალობით საერთო შრომით არ მინდა ფინიშს არ ვიტყვი. ანუ კმაყოფილები ვართ ამ ეტაპზე მონდომების და ბავშვების დამოკიდებულებით თვითონ ფეხბურთისადმი რა, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ფორმატი შეეცვალათ და აბსოლუტურად სხვა გარემოში უწევთ ახლა თამაში და უფრო დიდ სიძლიერებთან უწევთ შეჭიდება, თვითონ შინაგანი განვითარება, შინაგანი მონდომება, ეს კიდე ცალკე თემაა. ერთია ნიჭიერი ხარ, მეორეა როგორ იყენებ ამ ნიჭს, მესამეა როგორ ინდომებ იმისთვის, რომ ეს ნიჭი გამოიყენო და გამოიყენო სწორად და სწორი მიმართულებით, რა. და რა ვიცი, ნამდვილად ეთყობა ამ გუნდს ის, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია და შეგვიძლია, იმიტომ რომ ასაკობრივად ჯერჯერობით არა ვართ ისე, რომ აი პირიქით, აი ეხლა იწყება ყველაფერი და ეხლა მოდის ნელ-ნელა უფრო განვითარება რა, ჩემი აზრით. უცებ წინა თემას ვინა დაუბრუნდე, ანუ რატო დამიდასტურო შენს ბოლო თამაში იყო ზუსტად ამ წავაგეთ და ყოფილი ვარ თქო ახსოვს გასახდელში მიუხედავად იმისა რომ ყველაზე უფრო ასე ვთქვათ დაბრუზულები ბოლო თამაშის შემდეგ იყვნენ რამდენიმე წყობა და ეგ ტაქტიკურ ამბავში ნიშნებით გადალაგება სისიახე მაგას ვიტყვი ახლა მაგ მივედი თან საკითხი რომელიც დაუშვა სიურპრიზი სადაც მე ვერთვები მთავარ მწვრთნელს არის ზუსტად ის რაღაცა ტაქტიკური განლაგება, ტაქტიკური სიახლეები და სხვადასხვა იმიტომ არა რომ ერთად მუშაობდა, იმიტომ არა რომ ჩემი მეგობარია, არ უშინდება ანდრომს გავს რაღაცებს, მით უმეტეს საწყის ეტაპზე, საწყისი ეტაპი ქვია ამ ბავშვებისთვის ახლა ზოგადად ამ სპორტს. შესაბამისად, ან თუნდაც არც ერთ მათგანს გარანტირებული, ნუ და მეკარეს თუ არ ჩავთვლით, პოზიცია გარანტირებული არ აქვს ზუსტად სად ითამაშებს. მიუხედავად იმისა, ხო, მეორე წიდან არჩევ. მიუხედავად იმისა, რომ არის გამოიკვეთა უკვე ვის სად შეუძლია უკეთესად თამაში, არავის გარანტირებული არ აქვს იმ ადგილზე ზუსტად თამაში. ნებისმიერ ადგილას შეუძლია გამოიყენოს და აკეთებს კიდეც რა და ზუსტად მაგას ვიტყვი და უპასუხებ, რომ აი ტაქტიკური პროგრესი ზუსტად მაგაშია ჩვენი გუნდის, რომ ის თუ დაუშვათ პირველ თამაშებში, პირველ 3 თამაში დაუშვათ არ ხერხდებოდა ჩვენთან ეს რაღაცა ერთ თამაშის 3 ტაქტიკური გადაადგილება, 3 და 4-იც იყო მე მგონი ზუსტად იმ ბოლო თამაშზე, რომელიც ვახსენეთ, იმიტომ რომ ჯერთი 2 სხვადასხვა განლაგებით თამაშობდით, როცა ჭირდებოდა ვცვლიდით და ამას კიდე 2 დაემატა თვითონ პროცესში. არ ვიცი ეგ ახლა რამდენად კარგია. მით უმეტეს როცა შენების პროცესია და გუნდის შენება მიმდინარეობს, ანუ გუნდად ჩამოყალიბება მიმდინარეობს სამწუთას ბათუმის შტორმის. ჩვენ ამით დავიწყეთ ზუსტად და არ არსებობს გუნდი, არ არსებობს შენობა, რასაც საზირკველი თუ ყარი არ აქვს, იქ არ გამოვა არაფრის აშენება. შესაბამისად, ის რომ ტაქტიკურად რაღაცა გადანაცვლებები ხდება, კარგი ეს ბუნებრივია, მაგრამ ორმაგად კარგია ის, რომ გოგოები ყვებიან ამ ყველაფერში და ამ დროს ყვებიან ანუ ამ ყველაფერში და ჯერთ ის, რომ უკვე ძალიან გაცილებით იოლად და სწრაფად იგებენ იმას, რასაც ეუბნება, თუნდაც გარედან შეძახილი, ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. რაოდენობაში ძალიან არ გვეხარია. არ ვართ ისე მით უმეტეს რომ ხო, მით უმეტეს რომ არ ვარ და რაოდენობრივად და იმედი გვაქვს, რომ კიდე შემოგვიერთდებიან და მივალთ მაგ საკითხამდეც და მაგასაც ვიტყვით, რომ
რა პლუსები გვაქვს ჩვენ და ჩვენ გუნდს იმისთვის რომ ჩვენთან მოვხვიდეთ და სურვილი გქონდეთ ჩვენთან ერთად თამაშის რა. იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტს არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ საკმაო რაოდენობის ადამიანები გვიცნობს ქალაქში, უბრალოდ რასაც ვამბობთ არის სრულიად ბუნებრივი და რა ვიცი, მივალთ მაგ საკითხამდე აუცილებლად უბრალოდ აქ იყო საუბარი მაგ ტაქტიკურ გადაადგილებაზე ძალიან დიდი პროგრესი აქვს გოგონებს და დარწმუნებული ვარ კიდე და კიდე უფრო წინ წავალთ რა. ერთი საკითხი, რასაც აუცილებლად მინდა შევეხო, არის ის, რომ გარდა იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული პირველი წრე გქონდა, ასევე მოხდა ჩვენი ფეხბურთელების გამოძახება სასელექციო მატჩებისთვის, ორ ასაკობრივ ნაკრებისთვის. იყო 19 წლამდელთა ნაკრების სასელექციო მატჩი, სადაც ჩვენი კაპიტანი გამოიძახეს და ასევე იყო 15 წლამდელთა ნაკრებისთვის, სადაც იყვნენ ხუთნი. ასუხებს ველოდებით, იყვნენ გოგოები წასვლა, ჩვენაც ვახდით და უგულშემატკივრეთ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლიგა 2-ში მონაწილეობამ გააკეთა ეს ყველაფერი ჩემი აზრით. უფრო მეტი თვალი აკვირდება ჩვენს გოგოებს და ალბათ ეს არის კიდე დამატებითი ის мотиваცია, რაც უნდა გქონდეს ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენთან მოხდება და მშობელსაც, რა თქმა უნდა, მშობელსაც. და შესაბამისად მეორე წრეს ალბათ იგივე შემართები და უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ. იმიტომ რომ მოგეხსენებათ მსგავსი, რასაც აი სასელექციო მატჩებისთვის გამოძახება ქვია, გოგოებისთვის ეს იყო კიდე წინადადგმული ნაბიჯი, პრაქტიკა, უფრო მეტი პრაქტიკა შეიძინეს და ჩემი აზრით უფრო მოინდომებენ შემდეგი წრისთვის. ნახოთ, რა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ სწორი მიმართულებით წავა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ახლა თავარია მიზანი არის, რომ პირველი სეზონი რო დასრულება, უკვე ზემო შვილეულში კარგია და გვაქვს კიდეც მაგრამ მიზანი ერთი არის, რომ წლის ბოლოს აუცილებელია, რაც წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ მეორე, როცა ტელევიზიაში მივედით მე და ჩვენი კლუბის დირექტორი და ვახსენებ, პირველი წლის ბოლოს სურვილი არის ზედაშვილეულში ყოფნის და ძალიან დიდი იმედი მაქვს ვივაღწევთ და მთავარი და კიდევ ერთხელ ვეთქვი, მთავარი არის ის, რომ წლის ბოლოს იყოს აშენებული გუნდი, კარგად შენ წერა, ერთი სული და ერთი გუნდი, რომლის წევრებსაც პირდაპირ ვიტყვი, სიგიჟემდე უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, სიგიჟემდე პატივს უნდა ცემდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის თამაშს, ერთის წაქცევა უნდა იყოს ყველას, ძალიან ბანალური, მაგრამ ესე უნდა იყოს. უნდა აშენდეს გუნდი, სადაც ნებისმიერ სხვა გუნდში ყოფს თუ პატარას თუ დიდს, რომელსაც დაბრუნება სურვილი კონდეს, ზუსტად ფეხი შემოდგას იქ, სადაც არის ერთი სული, ერთი გუნდი და ერთი ოჯახი. თამაში, ეს დახაზული მოედანი, ტაქტიკა და ასე შემდეგ, მე პირველი ალბათ, მე ყოველ შემთხვევაში ამ მიზნით მივდივარ, რომ წლის ბოლოს იყოს აშენებული გუნდი, სადაც ყველას ენდომება შემოსვლა. ბუნებრივია და ძალიან კარგია რა გეთანხმები აბსოლუტურად. უბრალოდ ერთი საკითხი კიდე, რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩემი აზრით ორივე, მე ხლა არის ის, რომ არაფერი არ იქნებოდა და არ გამოვიდოდა მშობლების მხარდაჭერის გარეშე რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. არა მარტო გოგოებზე, ზოგადად ალბათ ბიჭებზეც ეგრეა, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან ვამბობთ. განსაკუთრებულად საფრთხილო ასაკი აქვთ ჩვენს გოგონებს და აქ გარდა იმისა, რომ თვითონ მოინდომებენ რაღაცას, ანუ გააკეთებენ ყველაფერს როგორც ჩვენ ვეუბნებით, ჩვენთან ერთად მშობლების გვერდით დგომა და ჩართულობა რაც გვაქვს და ძალიან კარგი დოზით გვაქვს და ძალიან მადლობა მინდა უთხრა ყველა მშობელს ამისთვის, იმიტომ რომ მოსვლის დღიდან რაც მე პირადად ამ კლუბში ვარ, ვძნობ იმას, რომ ყველა მშობელი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი შვილი და არა მარტო მისი შვილი, მთლიანად გუნდი იყოს წარმატებული, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი შეხვედრა გაგვიმართავს და ზოგადად შეხვედრები ხშირი გვაქვს და ეს ვფიქრობ ძალიან კაია და ეს გაგრძელდება ეს ტრადიცია, იმიტომ რომ აი ერთმანეთს უზიარებთ აზრს, ერთმანეთს უზიარებთ განწყობას და
თუ ვამბობთ იმას, რომ გუნდი უნდა აშენდეს მაქსიმალურად ოჯახური და შინაურულ გარემოში, ეს რა თქმა უნდა მათ ოჯახებსაც ეხებათ და იმ მშობლებს ეხებათ და ეს ერთიანი სისტემა უნდა შეიქმნას. ჩემი აზრით, იმისთვის რომ აი რაღაცა წინ წავიდეთ და უფრო მეტი და მეტი წარმატება გქონდეს წინ. ტრიბუნებიდან ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენთვის. ხო, რა თქმა უნდა. ზოგადად რო ვთქვათ, ეხლა ფეხბურთის მოყვარულ გოგონებს შევეხმიანოთ, ასე რომ ვთქვათ, ვისაც ჯერ კიდე არა აქვს გადაწყვეტილი, ან ფიქრობენ, იმიტომ რომ იცით, იყო რამოდენიმე შემთხვევა, სადაც ქალაქში ჩვეულებრივად შევხვდით ადამიანებს, გოგონებს, რომლებსაც აქვს სურვილი, მაგრამ აი რაღაცა აკავებთ, რაღაცა, აი არ ვიცი, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა აქ თავარი არის ერთი რამ, რომ ამ სპორტის სიყვარული, რაც ძალიან დიდი დოზით არის ადამიანებს და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და აბსოლუტურად მიღებული სტანდარტია უკვე ის, რომ ხალი ფეხბურთს თამაშობს ჩვეულებრივად და ზოგიერთ მამაკაცზე უკეთესადაც კი. რა სიტყვით ბატონო, რომ ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელი ხალიც, მორაგბე ხალიც, კალათბურთელი ხალია. ეს არის სპორტსმენი. რა თქმა უნდა. ამიტომ თუ სურვილი აქვს პატარა ასაკშია, ვინც მოზრდილი ასაკი აქვს, მოდით ან მიდით ნებისმიერ სპორტში, რომელიც მოგწონთ და გააკეთეთ ის, რაც გინდათ. ძალიან ისე ვლაპარაკობ, ყველა ამას ამბობს, მაგრამ გააკეთეთ, არ გამოგივათ, ნუ გააკეთეთ. თუ სურვილი გაქვთ, აუცილებლად გამოგივათ. დღეს არა, ხვალ. ხო, უბრალოდ ეგ არის შემაკავებელი ფაქტორი არ უნდა იყოს ის, რომ ხართ გოგონები და ეგ აბსოლუტურად არ განიხილება, მით უმეტეს ჩვენთან და ჩვენს გარემოში. რა ვიცი, რაც ვისაუბრეთ ახლა მთელი ვიდეოს განმავლობაში, მე მგონი რაღაც დოზით მაინც ჩამოგიყალიბდებოდათ შეხედულება, ვინც არ გვიცნობთ იმაზე არის საუბარი. აბსოლუტურად ნებისმიერ გოგოს, მოზარდს, დიდს არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც გააქვს სურვილი იმის, რომ ამ სპორტში იყოთ და მიაღწიოთ წარმატებას, ჩვენ გელოდებით, აბსოლუტურად ღიაა ჩვენი კარები თქვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველასთან იყოს სათანადო ინდივიდუალური მიდგომა, რათა გაწევრიანდეს ჩვენთან, გაწევრიანდეს გუნდში, შემოვიდეს იმ საერთო რაღაცა ოჯახურ სიტუაციაში. ჩვენ სხვათა შორის როგორც ერთი სრულთლიანი ორგანიზმი, ნებისმიერ ჩვენ ფეხბურთელს მოდით ასე ვიტყვი, შინაურულ გარემოში ვეჩხუბობთ კიდეც იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში სპორტის გარეთ ვინც სკოლის მოსწავლეა თუ სტუდენტია, არავითარ შემთხვევაში არ ვაჩერებთ ზრდას სწავლისკენ, კი არ ვაჩერებთ და ვიზრდებით უფრო და უფრო ისე როგორც მინდა რომ გავიც, ანუ სპორტსმენი ადამიანი, სპორტსმენი გოგო უბრალოდ ჩვეულებრივად შეუძლია იყოს ძალიან წარმატებული სპორტსმენი, ძალიან ჭკვიანი სტუდენტი და ძალიან ჭკვიანი მოსწავლეც, ასე რომ შეუძლია არა, უნდა იყოს, ხო. უბრალოდ არაფერმა არ უნდა ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენი, იმიტომ რომ აი ეს სკოლის განათლება, მით უმეტეს უნივერსიტეტის განათლება აძლევს იმის საშუალებას კიდე პლუს რომ ყველაფერი სწორად გააკეთოს სპორტში და ეს აუცილებლად ეხმარება ყველას. დროთა განმავლობაში ამას ყველა ხვდება და საფარლად გვიწერია ბოლოს. მაგრამ მე მინდა რომ მე ამას გამოვიცნო და 6 ნოტი ხო გითმობთ 7 ვენოთ 6-ვეს თუ 7 რატომ უნდა აირჩიოს ხო აი ბათუმის ზუსტად მომავალმა ვინ ხარ შენ მომავალ ოლიმპიადო მომავალი შტორმელი ხო რატომ უნდა აირჩიოს შტორმი ბათუმის შტორმი არის კლუბი რომელიც შეიქმნა დიდი სიყვარულით და დიდი მონდომებით და საქმისადმი სწორი მიდგომით მე ასე ერთ დაგემატებ ბოდიში შეგაწყვეტინე მშობლის ხელით შეიქმნა ხო მით უმეტეს ხო ამასაც აქვს თავისი რაღაცნაირი პეწი და ზუსტად ვიცი რომ ადამიანი რომელსაც სურვილი ექნება აი ამას მიაქცევს ყურადღებას რომ აქ ყველაფერი არის ძალიან შინაურული და აქ არის ოჯახური გარემო თუ ასე ვიდეოდან აღჯერათ მობრძანდით და დაგემტკიცებთ აუცილებლად ჩვენი კარები, რა ვიცი, ყველასთვის ღია. სულ ეს იყო, რაც დღეისათვის გვინდოდა რომ გვეთქვა. ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება აი ესეთი კომუნიკაცია და ალბათ მეორე წლის შემდეგაც მსგავსი ვიდეოთი შევხვდებით. შიგადაშიგაც გვექნება ალბათ რაღაცა
ჩართვები და ნახე YouTube მე კონტენტები ჩვენ არ ვართ, მაგრამ ხო, ნახავს ამ ვიდეოს უთხრათ, რომ მეორე წრის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით ყოველი თამაშის წინ იქნება თუ შემდეგ ჩვენი კომენტარები იქნება მშობლების თუ ბავშვების, ანუ მაქსიმალურად ხშირად ვეცდებით ვიდეოების ატვირთვას და რაღაც გამოგვიწერეს რაღაცებს ხო ამბობთ ამ დროს, ხო, უნდა გამოგვიწეროთ ჩაიგდოს და ასე შემდეგ. უნდა გამოგვიწეროთ იმისთვის, რომ ფერმი გავხდეთ და ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური გავხადოთ რა. ეს იყო რაც დღეისთვის გვინდა გვეთქვა. წარმატებები ბათუმის შტორმს, წარმატებები ბატონო ანდრო. მომავალ შეხვედრამდე.